მოგესალმებით ალტა სამზარეულოდან. მე ვარ თიკა და დღეს მოგიმზადებთ რატატუის. რატატუი კლასიკური ფრანგული ბოსტნეულის კერძია პროვანსიდან. ძალიან არომატული, სუბუქი და ჯანსაღი. რატატუის მომზადებაში დღეს კენუდის მულტიბლენდერი დაგვეხმარება. კომბაინი, რომელიც მცირე მოცულობაში დიდ შესაძლებლობებს აერთიანებს. კენუდ Multipro Go სუპერ კომპაქტურია პატარა სამზარეულოსთვის. 650 ვატიანი სიმძლავრე მარტივად უმკლავდება დაჭრას, დაქუცმაცებას და გახეხვას. კომბაინი აღჭურვილია მჭრელი უჟანგავი ფოლადის პირებით, რომელიც ზუსტად და თანაბრად ჭრის ბოსტნეულს, რადგან ამ კერძისთვის ერთ ზომაზე დაჭრილი ბოსტნეული მთავარი პირობაა. რატატუის მოსამზადებლად დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები: ზეითუნის ზეთი, პომიდორი, ყაბაყი, ბადრიჯანი, წითელი და ყვითელი ბულგარული, ხახვი და ნიორი. გასაფორმებლად კი გამოვიყენებთ ბაზილიკს. მოდით ახლა გადავიტანოთ ბოსტნეული კომბაინში და თავად ვნახოთ, როგორ თანაბარ სლაისებად დაჭრის მას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კომბაინის 1,3 ლიტრიანი ჯამი სრულიად საკმარისია რატატუის ყველა ბოსტნეულის მოსამზადებლად. ახლა დავჭრით ბოსტნეულს, გადავიტანთ კომბაინში და დავჭრით თანაბარ ზომებად. რატატუის ძირითადი ბოსტნეული ნამდვილად ზუსტ ზომებად არის დაჭრილი. ახლა კი დროა გადავიდეთ соуსის მომზადებაზე, რომელშიც რა თქმა უნდა კენუდის მულტიბლენდერი დაგვეხმარება. შევცვლით თავაკს და გადავიტანთ ხახვს და ნიორს ეტაპობრივად. ახლა ხახვს და ნიორს გადავიტანთ ტაფაზე მოსათუშად და შემდეგ დავუბრუნდებით დარჩენილ ბოსტნეულს, რომელსაც კვლავ კენუდის მულტიბლენდერში დავაკუცმაცებთ. ამასობაში დავაკუცმაცეთ წითელი და ყვითელი ბულგარული, რომელსაც ასევე მოვთუშავთ ხახვთან და ნიორთან ერთად. ახლა დროა მოთუშულ ბოსტნეულს დავუმატოთ პომიდორის соуსი. დროა გადავიდეთ კერძის აწყობაზე და პირველ ფენად გავუშვათ соуსი, შემდეგ კი თანმიმდევრობით ბოსტნეული. ჩვენი კერძი ავაწყეთ და გამოვიდა ულამაზესი. მოვასხათ ზეითუნის ზეთი. ახლა გადავაფარებთ გამოსაცხობ ფოლგას და შევდგავთ ღუმელში 180 გრადუსზე 9 საათით. იმედია ისიამოვნეთ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდით, მე დროებით გემშვიდობებით.